შესაძლოა ბევრს საბჭოთა KGB მიაჩნია უძლეվել ორგანიზაციად და ორგანიზაციად, რომელიც აკონტროლებდა მაგალითად ხო მთელ საბჭოთა კავშირს, ეს ნაწილობრივი სიმართლეა, ბოლომდე სიმართლეს არ შეესაბამება, მოდი ასე ვთქვათ, ბოლომდე ზუსტი არ არის ეს განსაზღვრება, კონტროლით კი აკონტროლებდა, მაგრამ თავად KGB-ს აკონტროლებდა პარტიული სტრუქტურა. თავად KGB-ს აკონტროლებდა პარტიული სტრუქტურა. იმ დონემდეც კი რომ უშიშროების ორგანოებს პარტიულ სტრუქტურაში მუშაობა აკრძალული ჰქონდათ. მაგალითად ვერ გადაიბირებდა რომელიმე რაიკომის მდივანს. იმიტომ რომ პარტიის დიქტატი იყო იქ და KGB იყო საცეცი, ერთ-ერთი პარტიული, თქვათ, რაღაც ინსტრუმენტი, მოღონდ გადაწყვეტილებას პარტია იღებდა. გადაწყვეტილებას პარტია იღებდა და შეიძლება პარტიული გადატრიალებების დროს KGB გამოეყენებინა ამა თუ იმ ბოსს, მაგალითად პარტიულ ბოსს და მაგალითად ხრუშოვის დაჭერაში, ესეთ გაუხმაურებელ დაჭერაში, თანამდებობიდან გადაყენებაში KGB-მ როლი შეასრულა, მაგრამ KGB-მ შეასრულა საცეცის როლი. სინამდვილეში იქ მუშაობდა მეორე პარტიული ბოსი ბრეჟნევი, ხო? ანუ მან მოახერხა ამ გვარდიის გამოყენება, ასე ვთქვათ, თავისი წინამორბედის წინააღმდეგ. პუტინის დროს ეს ყველაფერი შეიცვალა. ახლა უშიშროება აკონტროლებს პირიქით პარტიულ სტრუქტურებს და ამას უწოდებს სურკოვი პუტინის სახელმწიფოს.